ვიქტორია და ნიაგარა. დედამიწაზე ბევრი ჩანჩქერი არსებობს. შენი აზრით, რით შეიძლება ისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან? წაიკითხე ტექსტი და შეამოწმე შენი ვარაუდი. ჩანჩქერი ბუნების ერთ-ერთი საოცრებაა. იგი წარმოიქმნება იქ, სადაც მდინარე საფეხურის მსგავსი კალაპოტიდან ვარდება. ასეთი საფეხურის სიმაღლე შეიძლება რამდენიმე ასეული მეტრიც კი იყოს. ვარდნის დროს ჩანჩქერი ძალიან ლამაზი სანახავია. თავისი აკაფებული წყლით იგი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დედამიწაზე უამრავი ჩანჩქერი არსებობს. მათ შორის თავისებური სილამაზით გამოირჩევა ვიქტორია და ნიაგარა. ვიქტორია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია. ის აფრიკაში მდებარეობს, მდინარე ზამბეზიზე. ვიქტორია ორი ქვეყნის, ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზეა. მას ინგლისის დედოფლის სახელი ჰქვია. აფრიკელები კი ამ ჩანჩქერს თავიანთ ენაზე მგრგვინავ კვამს ეძახიან. მგრგვინავი ყვამლი სიგანეში 1708 მეტრია. იგი ვარდება 108 მეტრ სიმაღლიდან. ვარდნის ხმა თითქმის 40 კილომეტრზე ისმის. ამ დროს 400 მეტრი სიგანის ორთკლიდან ისლი წარმოიქმნება. მისი წყლის შხეფები 50 კილომეტრიდანაც კი ჩანს. ეს სანახაობა შორიდან კვამს გავს. ერთი შეხედვით გეგონება, რომ აქტიური ვულკანის კრატერიდან კვამლი ამოდის. ჩანჩქერის წყლის წვეთები მთელი დღის განმავლობაში ცისარტყელას წარმოქმნის. ყველაზე საოცარი ის არის, რომ იგი ზოგჯერ ღამითაც ჩნდება. ჩანჩქერის პირას ტბორი წარმოიქმნება. მას უცნაური სახელი ეშმაკის აუზი ჰქვია. თუმცა იქ ცურვა არც ისე საშიშია. ტბორის ფსკერზე ქვის ბუნებრივი კედელია. იგი მოცურავს საიმედოდ იცავს, რომ დინება მარწა იყოს და უფსკრულში არ ჩაიტანოს. აფრიკის ამ საოცრებას ყოველ წელს 100,000-ობით უცხოელი ტურისტი სტუმრობს. ვიქტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული. ჩანჩქერი ნიაგარაც ორი ქვეყნის, აშშ-ისა და კანადის საზღვარზეა. მისი ერთი ნაწილი კანადის მხარეს მდებარეობს. აქ წყალი 53 მეტრ სიმაღლიდან ეცემა. იგი სიგანით 700 მეტრია. მეორე ნაწილი ამერიკის მხარესაა. მისი ვარდნის სიმაღლე 21-30 მეტრია. სიგანე 333 მეტრი. ამ ორ ნაწილს ერთმანეთისგან კუნძული ყოფს. ჩანჩქერის სახელი აქ მცხოვრობი ინდიელების ენიდან მომდინარეობს. ის ნიშნავს წყალს, რომელიც გრგვინავს. ულამაზეს ნიაგარას ყოველ წელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. მათ შეუძლიათ საბაგირო გზით, ვერთმფრენითა თუ საჰაერო ბურთით ზევიდან გადმოხედონ ნიაგარას. ზაფხულში ჩანჩქერს ღამღამობით სხვადასხვა ფერის პროჟექტორებით ანათებენ. ეს ძალიან ლამაზი სანახავია. 1885 წლიდან ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია ნაკრძალია. შენი აზრით, ყველაზე მეტად რით ხიბლავს ჩანჩქერი ვიქტორია მნახველს?